უნდა იყოს თუ არა ფორმა სკოლაში. ამ თემაზე ბოლო დროს რატომღაც გააქტიურდა საუბრები. ზოგი საერთოდ საბჭოთა კავშირის დროინდელ ფორმას მისტირის, წინსაფრებს, ალბათ თავისი ახალგაზრდობა ენატრება და იმიტომ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ძალიან მისაღებია ბრენდირებული სამოსის სკოლისთვის და მიაჩნიათ, რომ ეს არის სკოლის პრესტიჟის ნაწილი. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, ამ პოდკასტის ავტორი და კვირაში ერთხელ შეგხვდებით. თუ თქვენი შვილი სკოლის მოსწავლეა, ნუ გადადებთ, გამოიწერეთ ეს არხი და სხვა მშობლებსაც გაუზიარეთ. პოდკასტის წარმოდგენია ჭკვიანი მოწყობილობების ვებპორტალი My Comfort Home, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალფეროვანი smart პროდუქცია. ერთ-ერთი სოფლის სკოლამ ზუსტად ამ სასწავლო წლის დასაწყისში გამოაქვეყნა პოსტი, დაწერა, რომ სკოლის ფორმები შემოაქვთ, ასე მიულოცა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და მინდა გაჩვენოთ ეს პოსტი, რამხელა გამოხმაურება მოყვა, ამას მიაქციეთ ყურადღება. კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა არის დადებითი ხასიათის. ახლა გულწრფელად რომ გითხრათ, მე საერთოდ არ მოვაქცევდი ამ საკითხს და ამ პოსტს ყურადღებას. ზუსტად ისეთი რომ იყოს სკოლა, როგორიც ამ ფოტოზეა წარმოდგენილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ფოტო არის ინტერნეტიდან ამოღებული. საჯარო სკოლის შენობა ისეთივე ძველია, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული, როგორც სხვა დანარჩენი სოფლების სკოლები საქართველოში. ეს ამბავი აქ იმის საილუსტრაციოდ მოვიტანე, რომ კარგად იკვეთება, კარგად ჩანს, რაც გვჭირს ჩვენ სასკოლო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ბიბლიოთეკები, არ გვაქვს სპორტდარბაზები, არ გვაქვს საგნობრივი კაბინეტები, ლაბორატორიები ქიმიის და ფიზიკის, ზოგჯერ სისუფთავეც არ გვაქვს სკოლაში და უფრო მეტიც, ზოგჯერ საერთოდ სკოლის შენობაც კი არ გვაქვს და წლობით ველოდებით, მაინც შეგვიძლია რომ გულმხურვალედ მივულოცოთ ერთმანეთს და გავიხაროთ იმით, რომ სკოლის ფორმები შემოგვაქვს. არადა ეს საკითხი, ჩემი აზრით, მეასახარისხოვანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის. მშობლების და მასწავლებლების ნაწილს სჯერა, რომ თუ ბავშვებს ერთნაირი ფორმა აცვიათ, ის ბავშვები უკეთესად სწავლობენ, იმ სკოლაში ბულინგი არ არის, ბავშვები უკეთესად იქცევიან და გარემოც ძალიან თანასწორია. სინამდვილეში არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ყველაფერს სკოლის ფორმა განაპირობებს. დებატები სასკოლო ფორმების შესახებ არ მხოლოდ საქართველოში მიმდინარეობს, 10 წლეულებია ეს საკითხი განხილვის საგანი არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპასა და ამერიკაში და არაერთი კვლევა ამ თემაზე ჩატარებული. მაგრამ ბოლოდროინდელმა მასშტაბურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მასწავლებლების და მშობლების მოლოდინები გადაჭარბებულია. 2022 წელს ოჰაიოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა კავშირს მოსწავლეების ქცევასა და სკოლის ფორმას შორის. ეს იყო საკმაოდ მასშტაბური კვლევა, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეხუთე კლასის ჩათვლით 6320 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ამ კვლევამ დაადასტურა, რომ არავითარი კავშირი მოსწავლეების ჩაცმულობასა და მათ საქციელს შორის არ არსებობს. ანუ თუ მოსწავლეს სკოლის ფორმა აცვია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უკეთესად იქცევა, არავის არ ჩაგრავს, ან თავად უკეთ იცავს თავს, ან საერთოდაც უკეთ სწავლობს. ამავე კვლევამ დაადასტურა, რომ ერთნაირი ტანსაცმელი არც თანასწორობის გარანტი არ არის. მიუხედავად იმისა, რა აცვიათ მოსწავლეებს, მათ შორის განსხვავებები მაინც თვალსაჩინოა. ტანსაცმლიდან ყურადღება გადადის ფეხსაცმელზე, ქურთუკზე, ძვირადღირებულ აქსესუარებზე, ჩანთებზე, ტელეფონებზე. სკოლის ერთნაირ ფორმებში გამოწყობილ ბავშვებს შორის ყოველთვის იქნება მოსწავლე, რომელსაც ბოლო მოდელის ტელეფონი უდევს ჯიბეში და მოსწავლე, რომელსაც საერთოდ არ აქვს ტელეფონი. მოსწავლეებისთვის ჩაცმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ იცით, რომ ეს მათი თვითგამოხატვის საშუალებაა და თუ ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ ჩაიცვან ზუსტად ის ტანსაცმელი, რასაც ჩვენ ვუკარნახებთ, ამით შეიძლება სკოლა უფრო მოსაწყენ ადგილად ვაქციოთ მათთვის, ვიდრე ეს არის ახლა. იმ კვლევამ, რომელზეც წეგან საუბრობდი, ვგულისხმობ ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევას, სწორედ ეს შედეგიც დადო, რომ ბავშვების მიკუთვნებულობა მცირდება სკოლასთან, როდესაც ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ ატარონ სკოლის ფორმა. როდესაც სკოლის ფორმებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს სკოლის ფორმების ფასი. სხვა შორის არა მხოლოდ საქართველოში, ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც განიხილავენ ამ საკითხს როგორც პრობლემას, იმიტომ რომ სკოლის ფორმები იაფი არ ღირს. როდესაც სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოიღოს ფორმა, ის ასევე ქმნის პოლიტიკას, ვის უნდა შეუძინოს თვითონ ეს ფორმა, იმიტომ რომ არიან ოჯახები და არიან ყველა ქვეყანაში, ვისაც დამოუკიდებლად ფორმის შეძენა არ შეუძლია.
სხვათა შორის ჩვენი კანონმდებლობითაც არის ეს განსაზღვრული, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მუხლი 14 არეგულირებს ამ საკითხს, სადაც ნათქვამია, რომ სკოლას შეუძლია, რომ შემოიღოს ფორმა, მაგრამ მოსწავლეს შეუძლია, რომ დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ ფორმის გამოყენებაზე, ხოლო მშობელს შეუძლია წერილობით მიმართოს სკოლას, რომ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა და მოსთხოვოს სკოლას ამ ფორმის ყიდვა თავისი შვილისთვის. ჩემი მაგალითი მინდა რომ გაგიზიაროთ, ჩემი შვილები კერძო სკოლაში დადიან და 11 წელია მე ყოველწლიურად ვყიდულობ სკოლის ფორმებს, მინდა რომ გითხრათ რა მიჯდება დაახლოებით და შემდეგ რამდენიმე შეკითხვით მინდა რომ მოგმართოთ, რომელზე პასუხებსაც კომენტარებში მოვისმენ სიამოვნებით. მოკლედ 11 წლის განმავლობაში მე ვყიდულობ სკოლის ფორმას ჩემი შვილებისთვის და ვერ ვყიდულობ სრულ კომპლექტს მისი ფასიდან გამომდინარე. ეხლა გეტყვით რას ვყიდულობ ყოველწლიურად. ეს არის ერთი პოლო მაისური გრძელმკლავიანი, ერთი მოკლემკლავიანი, ერთი შარვალი და ერთი ჟაკეტი. ეს არის აუცილებელი მინიმუმი, რაც ყოველწლიურად უნდა შევიძინო იმისთვის, რომ ბავშვმა ეტიკეტი არ დაარღვიოს და შინაგანი წესი არ დაარღვიოს უბრალოდ სკოლის და რა მიჯდება ეს? სადღაც 250, 300 ლარი მიჯდება ეს. სრული კომპლექტი რომ ვიყიდო, უნდა შევიძინო კიდევ პიჯაკი, რომლის ცალკეული ერთეულის ფასი სადღაც 100 ლარია, თუ 90 რაღაცა ასე. უნდა შევიძინო სკოლის სპორტული ფორმა, უნდა შევიძინო ქვედა ბოლო და კაბა, ჰალსტუხი და მოკლედ ბევრი სხვა დეტალი. და სადღაც ალბათ 600-700 ლარამდე ავალ ყველაფერი ეს რომ ვიყიდო, ორი ბავშვისთვის არა, ერთი ბავშვისთვის. ეხლა მე მინდა გკითხოთ, რამდენი ადამიანი გეგულებათ საჯარო სკოლებში, რომელიც ამ ხარჯს გასწევს თუნდაც წელიწადში ერთხელ. ეს ხარჯები, რა თქმა უნდა, ერთჯერადი არ არის, წლის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ დაგჭირდეთ, რომ ხელმეორედ შეიძინოთ იგივე ტანსაცმელი, თუნდაც იმიტომ, რომ დალაქავდა, თუნდაც იმიტომ, რომ დაიხახო, ბავშვი იყენებს ამ სამოს. სხვათა შორის ერთ-ერთი კვლევა აჩვენებდა ამას, რომ სკოლის ფორმების ზუსტად იმიტომაც არ არის თუნდაც თანასწორობის გარანტი, რომ მდიდარ ოჯახებს შეუძლიათ რამდენიმე კომპლექტი შეუძინონ ბავშვებს, შესაბამისად მათი ტანსაცმელი ყოველთვის ახლად გამოიყურება, მაშინ როცა ხელმოკლე ოჯახის შვილებს უკვე გაცვეთილი ტანსაცმელი აცვიათ, იმიტომ რომ მშობლებს არ შეუძლიათ, რომ განაახლონ ხშირ-ხშირად ეს სკოლის უნიფორმები. ეს ვიზუალური ეფექტი ნამდვილად ქმნის მოწესრიგებული სასწავლო გარემოს შთაბეჭდილებას, მაგრამ მშობლების და მასწავლებლების მოლოდინები სკოლის ფორმის მიმართ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. სკოლის ფორმის შემოღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაღაცნაირად სერიოზული მსჯელობა, თუ ეს არის უმცირესი კომპონენტი სკოლის საერთო პოლიტიკის, კონცეფციის და თითოეული ნაბიჯი ამ პოლიტიკის მიმართულია იქით, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი. შეხედეთ, რომელ რეგიონებშია ყველაზე პოპულარული სკოლის ფორმა. ამ გრაფიკზე მოცემულია 4 რეგიონი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ევროპაში და ამერიკაში 25-დან 35%-მდე სკოლები იყენებენ ფორმას, ხოლო აზიასა და აფრიკაში 80-90%-ია სკოლები, სადაც სკოლის ფორმის ტარება არის სავალდებულო. ევროპული და ამერიკული განათლების შედეგები შეადარეთ ახლა აფრიკულ და აზიურ განათლებას და მარტივად მიხვდებით, რომ სკოლის ფორმა პანაცეა ნამდვილად არ არის. ამ კვირაში სულ ეს იყო, მომავალ კვირაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ყოველ შემთხვევაში მე ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ ხოლმე მშობლები და ეს თემა არის რომელი სკოლას ჯობს, კერძო თუ საჯარო. არ დამავიწყდეს, მადლობა ვუთხრა production studio Full Frames, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის ვიდეო და ანიმაციური კონტენტის შექმნის შემთხვევაში.